მოაწეულო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმები ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კლინიკა ენ-მედიცის გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე. ბატონო კობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ კლინიკაზე, რომელიც ასეთი წარმატებულია, მრავალპროფილიანი კლინიკაა. ბევრმა ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის, ბევრმა არ იცის და შევეხებით იმ დაავადებებს, რომლებიც ასე გავრცელებული, ასე ფართოდ არის ხალხში და თითქმის არის პირობები იმისა, რომ ვინც მიხედავს დროზე თავის ჯანმრთელობას, ჩაერთვება აქტიურად კონსულტაციებში სამედიცინო პერსონალთან, შესაძლებელია, რომ მას საერთოდ ეს პრობლემები არ ჰქონდეს. და შევეხოთ ენ-მედიცის კლინიკას, მის ძირითად ღირებულებებს თუ რამ განაპირობა ამ კლინიკის წარმატება და შემდგომში ვისაუბროთ იმ სამედიცინო სფეროებზე, რომლებიც თქვენთან ასე წარმატებული არის. ძირითადად შევეხოთ კლინიკას. რას წარმოადგენს თქვენი კლინიკა? ნამდვილად მოგესალმებით კლინიკა ენ-მედიცის სახელით. ჩვენი კლინიკა დიდი ხანია მოღვაწეობს საქართველოში, რომელიც დაარსდა 1970-იანი წლებისთვის. მაშინ იყო აზგანსვენებული ბატონი ვაჟა ივერიელის, აკადემიკოსი ვაჟა ივერიელის სახელობის კლინიკა, დაარსა თვითონ ბატონმა ვაჟა ივერიელმა და იყო საქართველოში წარმოდგენილი როგორც ენდოკრინოლოგიური კლინიკა. შემდგომში ეს გაფართოვდა ენდოკრინოლოგიური კლინიკა და გახდა ენდოკრინოლოგიური ექიმთა დახელოვნების ცენტრი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ ენდოკრინოლოგიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვა ექიმები და ეს საკმაოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი კათედრა იყო კომუნისტური პერიოდისთვის. დღესდღეობით კლინიკა ენ-მედიცში წარმოდგენილია საკმაოდ პოლიპროფილური მიმართულებები, მაგრამ ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვათ, შევჩერდები ჯერჯერობით ენდოკრინოლოგიური მიმართულებაზე, რომელიც საკმაოდ მძლავრი ბირთვია, ინტელექტუალური და ხდება ჩვენს კლინიკაში სხვადასხვა თაობების ზრდა, წარმოდგენილია თითქმის 3 თაობა ექიმების, ეს ძველი გუნდი, რომელიც არის ძირითადი ჩვენი ინტელექტუალური საყრდენი, შემდგომში მეორე თაობა, რომელიც საკმაოდ განვითარებული თაობა და ხშირი ურთიერთობები აქვს საზღვარგარეთის კლინიკებთან და მესამე თაობა, რომელსაც ჩვენ ვზრდით, ეს არის ახალგაზრდა თაობა და ეს თაობა იზრდება ჩვენს გამოცდილ ინტელექტუალურ გუნდთან. ბატონო კობა, მოდიშით რომ უფრო გასაგები გავხადოთ ჩვენი ტელემაყურებლებისათვის. ვიზუალურად შევეხოთ თქვენს კლინიკას, იქნება პატარა ნაწყვეტი ვნახოთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს თქვენი კლინიკა. აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენ-მედიცი დღეს საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში ენდოკრინოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კლინიკა გახლავთ. ცენტრი ამბულატორიული და სტაციონალური სერვისებით, მცლავრი ლაბორატორიითა და საოპერაციო ბლოკებით, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას წარმოადგენს. კლინიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას თირეოდოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობა და ამ მიმართულების უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია წარმოადგენს. აღნიშნული ავადობის სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდადია. ჩვენმა ალბათ ტელემაყურებელმა ნახა ის სიუჟეტი, რომელიც ძირითადად თქვენს კლინიკას ეხება და პირდაპირ თქვენ აღნიშნეთ კიდეც და მინდა ერთხელ კიდევ დაუბრუნდე, გავიმეორო, რომ ენდოკრინოლოგიური კუთხით დღეს ძირითადად მოსახლეობას პრობლემა აქვს ფარისებრი ჯირკვალზე. ვინაიდან იოდ დეფიციტი ეს მასიურად გავრცელებულია მოსახლეობაში.
და აი ზუსტად თქვენი კლინიკაში, რაზეც ახლა ჩვენ უყურებთ და ვნახეთ, საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც შემდგომში გადიდდება ზომაში, გარდაიქმნება, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩიპს, რომელსაც ეძახის ჩვენი მოსახლეობა მარტივად და არის კურნალობის საშუალებაც, მაგრამ როდესაც უკვე კურნალობას აღარ ექვემდებარება, შემდგომში ოპერაციული ჩარევა აუცილებლობას ეს. აი ეს რამდენად არის წარმატებული, ვინაიდან თქვენ ბატონი ლევან რამიშვილი პროფესორი აღნიშნავს, რომ რამდენად წარმატებულია ეს დარგი თქვენს კლინიკაში, იმიტომ რომ თუ ოპერაციის დროს, ამას თქვენ უფრო კარგად გაშლით და იტყვით, რომ კარგად კვალიფიციურად არ გაკეთდა მისი ამოკვეთა, შესაძლებელი ადამიანმა დაკარგოს მეტყველება. და იქნება ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ როგორ შეიძლება და რანაირად ამისი შემდგომი გაგრძელება და პროგრამა. ნამდვილად ენდოკრინოლოგიური დაავადებებიდან გამოყოფთი საკმაოდ ისეთი დიდი მოცულობის დაავადებებია მოსახლეობაში სტატისტიკურად ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეგრეთ წოდებული ხალხური ტერმინით შიყვი. ამ ხალხური ტერმინის ქვეშ მოიაზრება საკმაოდ დიდი რაოდენობით დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და ჩვენს საკმაოდ პატარა თაობას ბავშვებს და იწყებენ ბავშვები საკმაოდ ჭირვეულ განვითარებას, რომელშიც ჩვენ გაურკვევლები ვართ, გვინდა მშობლებს რომ ვეძიოთ ის დაავადებები, ხშირად ვერ პოულობთ, მაგრამ დიაგნოზის პრობლემა ვერ იგებს და ამიტომ ხშირად მიმართავენ ძალიან ბევრ ექიმებს იმისათვის, რომ ეს ჭირვეულობა დაადგინონ რისი მიზეზია. რა თქმა უნდა, ჭიყვი საკმაოდ ისეთი გავრცელების თვალსაზრისით მთელ საქართველოში და განსაკუთრებით კახეთის რეგიონშიც საკმაოდ გავრცელებულია და მე უბრალოდ რამდენიმე სიმპტომს ჩამოვაყალიბებ, ეს არის გულის ფრიალები, ჭირვეულობა, თმის ცვენა, ფრჩხილების აშრევება, კუჭანწლავის მხრივ დარღვევები, ან გახშირება, ან შეკრულობა, ყავზობა, თავის ტკივილები, ციკლის მხრივ დარღვევები და ეს ყველაზე მარტივი სიმპტომები იწვევენ ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს და ამის მარტივი გამოხატულებით შესაძლებელია ჩვენ მოვახდინოთ სკრინინგი, მოვბრძანდით ჩვენთან კლინიკაში, ჩაიტარეთ სკრინინგი და ძალიან ადვილად ხდება ამ ჯირკვლის დაავადებების გამოვლინება. იმისათვის რომ გამოვლინდეს, მე ესე მარტივად ახსენი ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სკრინინგისთვის აუცილებელია ძალიან მაღალტექნოლოგიური ანალიზების კეთება, როგორც არის ფარისებური ჯირკვლის გორმონალური გამოკვლევა, თირეოტროპული გორმონი, თავისუფალი თიროქსინი და ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპია. აი ეს სამი კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგისთვის და ძალიან მაღალტექნოლოგიური შესრულების. ჩვენი კლინიკა ენმედიცი აღჭურვილია საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საშუალებებით, ეს არის Siemens-ის ავტომატური ანალიზატორები და ბოლო თაობის ალოკა ხიტაჩის ულტრასონოგრაფიული აპარატურით და ამის მეშვეობით ჩვენ ვახდენთ ძალიან მაღალგზნობიარე ანალიზატორების მეშვეობით ამ გორმონალური სპექტრის განსაზღვრას და ვიზუალურად ფარისებრი ჯირკვლის დათვალიერებას. ლაბორატორიაში არსებობს ჩვენთან თითქმის მეხუთე გენერაციის თირეოტროპული გორმონი, რომლის გრძნობელობა ძალიან მაღალია და ადვილად იჭერს დაბალი კონცენტრაციის თირეოტროპულ გორმონს, რომლის დეტექციაც ძალიან გაძნელებულია. ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიდან გამოყოფთ მე კვანძოვან ჩიხს, რომლის მდგომარეობის მიხედვით და მოცულობის მიხედვით, ამ კვანძების მოცულობის მიხედვით დგინდება ამ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების
ბიოპსიის აუცილებლობა ზოგჯერ. ბიოპსიისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური საბიოპსიო ისეთი უმტკივნეულო ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური იაპონური სპეციალური პისტოლეტები ჩვენი რადიოლოგები გადამზადებულები არიან იაპონიაში, ტოკიოში იყვნენ რამდენიმეჯერ და გადამზადდნენ იქ აი ამ ბიოპსიური მეთოდის შესწავლისთვის. და ხდება ჩვენთან აი ეს უმტკივნეულო ატრამული მეთოდის მეშვეობით ბიოპსიების კეთება. ბიოპსია ჩვენ მიგვეთითებს კვანძის მდგომარეობაზე, როდესაც მკურნალობის პერიოდში, ან როდესაც გვაქვს ჩვენ კვანძოვანი ჭიხვი და არ შეიძლება იქ გორმონალური ფონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავნიშნოთ ჩვენ მკურნალობა ფარისებრ ჭიკვლის კვანძის წინააღმდეგ, ამ დროს აუცილებელია თუ დიდია ეს კვანძი და იზრდება ზომაში, პროგრესირებს, აუცილებელია გაკეთდეს ბიოპსიები. და ისა ბატონო გოგა გასაგებია ეს კვანძოვან ჭიხვზე როცა ვსაუბრობთ, მაგრამ აი ავთვისებიანად გადაგვარების შემთხვევაში უკვე რა მეთოდებით აკეთებთ ამ თუნდაც ოპერაციას, თუნდაც მკურნალობას, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. როდესაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ აქ კვანძში შესაძლებელია უკვე იწყება გადაგვარება, საკმაოდ ისეთი მაღალტექნოლოგიური საშუალებები გვაქვს ჩვენ და საერთოდ არსებობს კვანძები, თქვათ 3 მმ-იანი კვანძები, ეს ძალიან პატარა კვანძია, ჩვეულებრივი გაიდლაინების მიხედვით მოწოდებულია 10 მმ-ზე მეტი თუ არის კვანძი, იმ შემთხვევაში კეთდება ბიოპსიები, მაგრამ ზოგჯერ ისეთი პატარა კვანძი და ისეთი აგრესიული სტრუქტურით ხასიათდება, რომ ჩვენ ხშირად ესეთ აი ახალგაზრდა თაობაშია, ახალგაზრდა ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვენთან არის ესეთი შემთხვევები დაფიქსირებული 3 მმ-იან, 4 მმ-იან კვანძებში ჩვენ გავუკეთებია ბიოპსიები და ამოსულა ისეთი ძალიან ისეთი საკმაოდ აგრესიული კიბო. ამ შემთხვევაში ეს არის აუცილებლად საოპერაციო ესეთი პაციენტები ჩვენ გვაქვს ახალი თანამედროვე მიღწევები, ჩვენი ქირურგები, აგერ ბატონი ლევანიც იყო გერმანიაში დატრენირებული ამ სპეციალური აპარატია, ესეთი ნეირომონიტორინგის აპარატი ქვია, რომელიც ახდენს ფარისებრ ჯირკვლის ჯირკვალში არსებული ნერვის, ეს არის ნეირომონიტორინგი, ეს არის შებრუნებული ნერვი, რომელსაც რეკურენსი ქვია, და ამ რეკურენსის ნერვის დეტექციას ახდენს ეს ნეირომონიტორინგის აპარატი. ხდება ამ ნეირომონიტორინგის აპარატით ოპერაციის მსვლელობის დროს ამ ნერვთან მიახლოების დროს დეტექცია და ეს აპარატი გამოსცემს სპეციალურ სიგნალებს, რომელიც მიანიშნებს ქირურგისთვის, რომ არ დააზიანოს ნერვი და ნერვს მიუახლოვდა. ეს ძალიან კომფორტულია როგორც ქირურგისთვის, ასევე პაციენტისთვის და არის ბევრად მაღალი გარანტიები იმისა, რომ ეს ნერვი არ დაზიანდება. თვითონ ეს ნერვი იწვევს, ეს არის ხმოვანი იოგის მანევრირებელი ნერვი და განსაზღვრავს ჩვენი ხმის ფუნქციას. როდესაც ეს ნერვი ზიანდება ოპერაციის მსვლელობის დროს, ეს ხშირია საერთოდ ამ დროს ხდება ხმის ნაწილობრივი ან სრული დაზიანება. და ჩვენთან ამ ოპერაციების მსვლელობის დროს პაციენტები გარანტირებულები არიან, რომ ეს ხმა მათ ოპერაციის მსვლელობის დროს და შემდგომ შეუნარჩუნდებათ. და რამდენად წარმატებულია ეს ოპერაცია თქვენთან და აი თვითონ მომართვიანობა პაციენტების მხრიდან როგორი არის, ესე იგი თქვენი ხარისხი განაპირობებს პაციენტებზე წარმატების. რა თქმა უნდა, ჩვენთან ეს ევროპული სტანდარტი დაცულია მთლიანად ფარისებრ ჯირკვლის დაავადებების მხრივ. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ლონდონის King College ჰოსპიტალთან მემორანდუმი გაფორმებული და ჩვენი ექიმების გადამზადება ხდება მთელი სტაფის, არა მხოლოდ ექიმების, არამედ ჩვენი რეანიმატოლოგების, ტრანსფუზიოლოგების, ანესთეზიოლოგების, ექთნების და სხვა ტიპის ექიმების. ამიტომ ჩვენი კურსი ეს არის სუფთა ევროპული კურსი და
ყოველთვის ვცდილობთ ამ ევროპული კურსით ვიაროთ და შევინარჩუნოთ ევროპული ხარისხი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ისეთ ბატონო რომ პაციენტი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოქალაქე არ მიდის ექიმთან იმის შიშით რომ მას რაიმე თქვენ რა აღნიშნეთ რომ ისეთი დიაგნოზი არ დაუსვა რომელიც მისთვის კატასტროფული იქნება და რაღაცა. კი, თქვენ აღნიშნეთ ის კლინიკური ნიშნების ჩივილები რა შეიძლება კონდეს და მან ყურადღება არ მიაქციოს რომ ეს თქვას გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლიდან, მაგრამ აი რა აუცილებლობა უნდა იყოს ისეთი გარდა იმისა თვისწვენა ფსკილები და სხვადასხვა რომ მას უკვე ადრეულ სტადიაშივე მიხედოს, იმიტომ რომ შორსასული როცა არის უკვე თქვენ აღნიშნეთ რომ შესაძლებელი სხვა გადაგვარების პერიოდს იყოს უფრო რთულია მისი პროგრამა და შემდეგ უკვე ოპერაცია და აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ურჩიოთ ჩვენს მაყურებელს რომ მან დროულად პროფილაქტურად თქვენ პრევენციაც გააჟღერეთ რომ აი იმ როგორც კი პატარა პრობლემები შეექმნება მაშინ იმ წუთში წინდახედული მოქალაქე თუნდაც ექიმის რჩევით იმ წუთში ფარისებრი ჯირკვალზე მიაქვს ეჭირო. მოდი ჯერ ეს შევიმოწმოთ მისი ჰორმონები და სხვა. მე ნამდვილად თავშივე აღნიშნე სკრინინგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სკრინინგული კვლევები უნდა ტარდებოდეს და სკრინინგული კონსულტაციები მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ თვითონ ეს დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვი, ძალიან გავრცელებულია სტატისტიკურად საქართველოში. და ამიტომ მე მოსახლეობას მოუწოდებ ვთხოვ, რომ ხშირად 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ მაინც ენდოკრინოლოგთან ან ჩვენს კლინიკაში მოახერხოს მისვლა რათა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური შესწავლა მოახერხოს. თუ სკრინინგით დადგინდა ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, იქ უკმარისობის აღმოფხვრა ძალიან მარტივია და შეინარჩუნებს პაციენტი ზოგად ჯანმრთელობას. მაგრამ თუ სკრინინგის მეშვეობით დადგინდა, რომ იქ არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, აუცილებელი ამ კვანძების ჯერ დაკვირვება, შემდეგ ამ კვანძების შესწავლა და შესწავლის პერიოდში თუ გამოვლინდა აქ ფარისებრი ჯირკვლის კიბო, არც ეს არის ტრაგედია, ხდება ამ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა, რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაადრევია კიბო, მით უფრო ბევრად მეტი შანსი არსებობს განკურნების, მაგრამ რაც უფრო შორსწასულია, შედარებით ნაკლები შანსი არსებობს. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა დღესდღეობით თითქმის რეგულირდება და ძალიან მარტივად ხდება მისი დამორჩილება და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მთლიანად მართვა. მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სკრინინგის დროს მობრძანდეს ამ სკრინინგზე და ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის კვლევები, ძალიან მარტივი გამოკვლევებია, დიდ დროს არ მოითხოვს და სამაგიეროდ მოხდება დაფიქსირება ამ დაავადების და ხდება მოსახლეობის განსწავლა თვითონ როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოახერხოს თვითონ ამ ფარისებრი ჯირკვლის რეგულირება და მართვა. რა თქმა უნდა, თვითონ ენდოკრინოლოგთან ერთად. მოსახლეობაში ბავშვთა ასაკშიც საკმაოდ გავრცელებულია, ზოგჯერ მშობლები ყურადღებას ვერ აქცევენ ასეთ ბავშვებს, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ჭირვეულები არიან ესეთი ბავშვები და ზოგჯერ უჭირთ თვითონ მშობლებს ბავშვებთან კონტაქტი და თუ ისინი მოახერხებენ სკრინინგში ჩართვას თავისი შვილების, ბევრად უფრო საღად და კარგად იქნებიან ეს ბავშვები. და რა თქმა უნდა, გონებრივი ესეთი ზოგჯერ იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გონებრივ ჩამორჩენილობას და ეს პრობლემაც რა თქმა უნდა მოეხსნებათ. ბატონო გოვა, ერთი ასეთი შეკითხვა თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვის დაავადებები. ესე იგი, იოდეფიციტია მოსახლეობაში. სტატისტიკის და ანალიზის მიხედვით, საქართველოს რომელი კუთხიდან და საერთოდ სოფლიოში რა მდგომარეობა ამ კუთხით და მეორეც კითხვა მინდა გავაერთიანო, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ეს მემკვიდრეობითია, ეს იოდეფიციტი, კვებით არის გამოწვეული,
სტრესული მდგომარეობით, რომ მოსახლეობა იცოდეს თუ იოდის ნაკლებობა შეიძლება კვებითაც იყოს და რაღაცა დარღვევა, ან მემკვიდრეობით მოდიოდეს. აი თქვენ როგორ ახსნით და რა მიმართულებას მისცემთ ამათ, რომ ადამიანებმა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი? იოდის დეფიციტი საქართველოში, როგორც სოფლიოში, საკმაოდ გავრცელებულია. საქართველოში დაახლოებით ერთ მოსახლეზე სტატისტიკური გათვლით ერთი მოსახლე იღებდა დაახლოებით 50 მიკროგრამ იოდს დღის განმავლობაში და აი თქვათ იაპონიაში მაცხოვრებელი ადამიანი იღებს დაახლოებით რაღაც 1000 მიკროგრამამდე იოდს. ეს თვითონ საკვებ პროდუქტებს გააჩნია, თვითონ გეოგრაფიულ მდგომარეობას გააჩნია. ის ზღვის კუნძულს წარმოადგენს მთელი იაპონია და ამიტომ ზღვის პროდუქტები თუ ძალიან მდიდარია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში არის ეს პრობლემა დაძლეული, ხდება იოდიზირებული მარილის და იოდიზირებული სხვა პროდუქტების შემოტანა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ისეთი პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ იოდ დეფიციტი არ განსაზღვრავს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის, ეგრეთ წოდებულ ჩიყვის დაავადებებს. აქ არის კიდევ სხვა ფაქტორები, მაღალი რადიაციული ფონი, თვითონ მემკვიდრული ფაქტორი, სტრესული მდგომარეობები და ფარისებრი ჯირკვალი არის ის ენდოკრინული ჯირკვალი, ის ორგანო, რომელიც პირველ რიგში თვითონ იღებს აი ამ სტრესულ დარტყმას თავის თავზე და შემდგომში ხდება უკვე ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება სხვა ეტაპზე და ყალიბდება შემდგომში კვანძოვანი სტრუქტურები, რომელიც შეიძლება ეს კვანძოვანი სტრუქტურები გარდაიქმნას, გადაგვარდეს უკვე სხვა ავთვისებიან პროცესებში. ამიტომ ყოველი სტრესი, ყოველი თქვათ ისეთი მაღალი რადიაციული ფონი და თუ არის რისკი მემკვიდრული ფაქტორის, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მოუწოდებ მოსახლეობას, რომ გაიკეთოს სკრინინგი, მოვიდეს კლინიკაში, მიმართოს ენდოკრინოლოგს და ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევები, რომელიც არის ძალიან მარტივი, ადვილად მისაწვდომი და ამით შესაძლებელია, რომ თავიდან ავიცილოთ ფარისებრი ჯირკვლის სხვა ტიპის დაავადებები. ვისაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს შეხება ამ დაავადებასთან, მან ზეპირად იცის თუ რა და როგორ მოიქცეს, მაგრამ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არც კლინიკური ნიშნები აქვთ და არც არაფერი ჩვეულებრივი არიან, მაგრამ სადღაც ვიზუალურად ხედავენ, რომ მას ფარისებრი ჯირკვალი გაუდიდდა ამ შემთხვევაში. არის კიდევ მეორე ფაქტორი, რომ გარედან არ ჩანს, მაგრამ ეხოზე ჩანს ის ზომები და ის რომ შიგნით არის წასული. და ამ შემთხვევაში, როდესაც ის შეამჩნევს, რომ გადიდებული ან თუნდაც იმის ფონზე, რომ ეხოზე სხვა რამეზე მივიდა, მაგრამ დაინტერესდა და გაიკეთა ადგილზე ვამბობ მე თქვენი კლინიკის გარეშე რაიონებში. მანვე კონსულტაცია ადგილზე ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს და შემდგომი მისი მიმართვი და მისი რჩევით უნდა მიმართოს თუ ჩვეულებრივ გადაწყვიტოს და პირდაპირ მოვიდეს თქვენს კლინიკაში სხვის ჩაურევლად. რომ პირდაპირ იცოდნენ თქვენთან მოხვედრის მდგომარეობა, რომ ამ სიმპტომების გამო მოვიდეს თქვენთან. რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ეს არის ძალიან ისეთი მრავალ დაავადებას მოიცავს თავის მხრივ და ზოგი გამოიხატება ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გაზრდით, ზოგი პირიქით საერთოდ ფარისებრი ჯირკვლის შეჭმუხნა ხდება და შემცირება ხდება ზომებში, ეს იწვევს კიდე სხვა დაავადებებს ფარისებრი ჯირკვლის და მეტნაკლებად სხვა სიმპტომატიკით ხასიათდება. მაგრამ თუ შეამჩნია პაციენტმა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ტოპოგრაფიული ადგილის გადიდება მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ნამდვილად შესაძლებელია ეს არ იყოს გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით, არამედ თქვა სხვა იქვე მიმდებარე ორგანოების პათოლოგიით იყოს განპირობებული, მაგრამ აუცილებლად მაინც უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა მოხდეს დიფერენცირება აი ამ დაავადებების. თუ რისგან არის გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის
ადგილი აი ეს ტოპოგრაფიული ადგილის გადიდება. მაგრამ თვითონ ფარისებრი ჯირკვლის შემცირება, შეჭმოხდა, ჰიპოპლაზია, ეგრეთ წოდებული. იწვევს კიდევ შემდგომში სხვა აუტოიმუნური გენეზის დაავადებები, ხდება გადაგვარება, ხდება კონფლიქტი ორგანიზმსა და ფარისებურ ჯირკვალს შორის და ორგანიზმი თქუნავს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს, დროთა განმავლობაში ხდება ამ უჯრედების გადაგვარება და მცირდება ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას და შემდგომში სხვა სიმპტომების გამოვლენას, როგორიც არის თქვათ თმის ცვენა, გულის ფრიალები, ფრჩხილების აშრევება, კუჭანწლავის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილები, უხასიათობა და ასე შემდეგ. ამიტომ თუ შეამჩნიოთ რომ გაქვთ ასეთი შეიძლება თქვენ ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ მიგეთითოთ თქვა თქვენმა ნათესავმა თქვენმა ახლობელმა რომ თქვენ აი ეს ესეთი ჩივილები გჭირთ, თქვა უხასიათობა ან რაღაც ნერვული სისტემის მხრივ აშლილობები. აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რათა გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ბატონობა, თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ თქვენს კლინიკაზე, მის სამედიცინო პერსონალზე, თანამედროვე აპარატურაზე, მაგრამ მაინც შდება კითხვა. სამედიცინო კლინიკები ძალიან ბევრია საქართველოში. მაინც რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი მაინც და მაინც ენმედიცის კლინიკაში? გარდა სამედიცინო მომსახურებების, ეგ სხვა თვითონ სტაციონარში როგორი პირობებია, როგორია იქ პერსონალის მომსახურებების დონე, რომ მათი ცოდნენ რომ ის თანამედროვე თქვენ ზოგადად ხაზი გავუსვით, მაგრამ ევროპული სტანდარტების ის როგორ არის, რომ იგრძნოს თავი კომფორტულად ან თვითონ. ეს სხვასთან განსხვავებით. ჩვენ მე აღნიშნე მხოლოდ ენდოკრინოლოგიური მიმართულება, ჩვენ კლინიკაში რა თქმა უნდა არის პოლიპროფილური მიმართულებები, არის თვალის დაავადებების სრულყოფილი მომსახურება, თვალის სრულყოფილი გამოკვლევები, არის თვალზე ოპერაციები, რომელიც განპირობებულია სხვა დიაბეტური დაზიანებებით და ხდება სრულყოფილი თვალის დაავადებების სერვისი. გარდა თვალისა, ჩვენ გვაქვს ღვიძლის და პანკრეასის დაავადებების სრული მართვა. ჩვენი ექიმები ლონდონის King College ჰოსპიტალში არიან გადამზადებული მთელი ბრიგადა, მთელი სტაფი, რომელიც უკვე დაახლოებით 1 წელია რაც ჩამოვიდნენ და ამ 1 წლის განმავლობაში აკეთებენ ისინი საკმაოდ სერიოზულ ოპერაციებს. თვითონ King College ჰოსპიტალის მთელი ქირურგიული ბრიგადა იყო ჩამოსული ახლა დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენთან კლინიკა ენმედიცში და გააკეთეს ერთობლივი ოპერაციები ღვიძლზე. ეს იყო ურთულესი ოპერაციები საკმაოდ მძიმე პაციენტების, რომელთაც თითქმის ღვიძლის 50%-ზე მეტის რეზექცია მოხდა თავის სიმსივნური დანამატებით და საკმაოდ ისეთი შეხორცებული იყო დიაფრაგმაზე ეს პროცესი და აი ურთულესი ოპერაციების შემდეგ ეს პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ თავს და მადლიერები არიან. ჩვენი სტაფი აი ამ პერიოდისთვის აგრძელებს ამ სერვისების დახვეწას, ისინი იხვეწებიან თვითონ და აკეთებენ ამ ეტაპზე საკმაოდ რთულ ოპერაციებს. შემდგომში დაგეგმილი გვაქვს ღვიძლის ტრანსპლანტაციების კეთება ჩვენთან კლინიკაში, იმიტომ რომ მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელია ღვიძლის დაავადების მართვისთვის, ეს ბაზა ჩვენთან არის ლონდონის King College ჰოსპიტალის ექიმების რეკომენდაციებით შექმნილი. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან მორიგი ვიზიტის შემდეგ, ისინი მათ აღნიშნეს ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური რესურსიც, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ იმისათვის, რომ გააკეთდეს კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაციები და ის ოპერაციები, რომელიც დღესდღეობით კეთდება, ეს არის წინაპირობა ღვიძლის ტრანსპლანტაციებისთვის. იმიტომ ღვიძლზე
კეთდება ჩვენთან როგორც პირველადი სიმსივნეების, ასევე მეორადი დაზიანების, მეტასტაზური დაზიანებების ოპერაციები, როგორც ღია წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მიდგომით. პირველად საქართველოში გაკეთდა ჩვენთან ლაპაროსკოპიულად ღვიძლის სიმსივნის რეზექცია, რომელიც წარმატებულად ჩაიარა და ეს პაციენტები დღესდღეობით ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ჩვენ დავიწყეთ პირველად საქართველოში მიკროტალღური მეთოდით ღვიძლში სიმსივნური პროცესების მკურნალობა ნაკლებად ინვაზიური მეთოდით, რომელიც არის სპეციალური მიკროტალღური დანა, იდგმება პირდაპირ თვითონ ღვიძლის სიმსივნურ დაზიანებაში, არის ლაპაროსკოპიული მეთოდით, გვაქვს ინტრაოპერაციული, ესეთი ულტრასონოგრაფიული გადამწოდები, ხდება ამ გადამწოდების შეყვანა პირდაპირ ღვიძლზე და დათვალიერება იმისათვის, რომ სწორად მოხდეს დამიზნება აი ამ მიკროტალღური დანის, ხდება გადამწოდების მეშვეობით, ულტრასონოგრაფიული გადამწოდების მეშვეობით დამიზნება ამ ღვიძლში არსებულ პროცესზე. და ვიზუალურად ეს ძალიან კარგად ჩანს ექიმებისთვის და ახერხებენ პირდაპირ აი ამ კვანძების, ამ სიმსივნური აქტიური ნაწილების აბსოლუტურად დამუშავებას. და ჩვენს თვალწინ ხდება შეჭმოხნა და განადგურება ამ სიმსივნური პროცესების. ეს არის საკმაოდ თანამედროვე აქტუალური ნაწილი, როდესაც ყოველგვარი დიდი ოპერაციების და დიდი ინვაზიის გარეშე ხერხდება ღვიძლში სხვადასხვა სიმსივნური მეტასტაზური თუ პირველადი სიმსივნეების გადაგვარება. და ზუსტად მივედით იქ, რომ აი რატომ უნდა მოვიდეს მოქალაქე თქვენთან სამკურნალოდ, ვინაიდან ეს არის მრავალპროფილიური საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია მოვიდეს ენდოკრინოლოგიის კუთხით, მაგრამ იქ ფართო მასშტაბის გამოკვლევა ჩაუტარდეს და შესაძლებელია მათ თვალით იმკურნალოს ღვიძლი და სხვადასხვა დაავადებების. აი წარმატებული ნიშნავს იმას, რომ თითქმის 21 საუკუნე ეს არის საოცრებათა საუკუნე, იმიტომ რომ უკვე ტექნიკა მართავს ყველაფერს და თქვენ როგორც აღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია იაპონიაში, ლონდონში, ინგლისში, მათ შორის გერმანიაში, სხვადასხვა ეს ერთ-ერთი წარმატების ალბათ კუთხით ძალიან მისაღებია და ჩვენი საეთერო ეწურება, მაგრამ მაინც მინდა ვისაუბროთ, აი მეწეღან შევეხე მოსვლის საკითხს. დამოუკიდებლად თვითონ ადგილობრივი მომართვის გარეშე შეუძლია პაციენტს მოვიდეს თქვენთან, გაიაროს რეგისტრაცია და მოხდეს სამკურნალო. და ამასთანავე ერთად ისიც განუმარტოთ, რომ საპენსიო დაზღვევა იქნება ეს თუ კორპორაციული დაზღვევა და ეს ყველაფერი რამდენად მათთვის მისაღები იქნება და თქვენი კლინიკა თუ ამაზე ალბათ მუშაობს ამ კუთხით. ჩვენი კლინიკას გარდა ცენტრალური ოფისისა გააჩნია კიდევ სხვა ფილიალები, გვაქვს თბილისში ფილიალი, ბათუმში გაკეთდა და გვაქვს ქუთაისში კიდევ ფილიალი და ხდება ამ პაციენტების ნაკადის მართვა სკრინინგისთვის დასაწყისში და ნებისმიერ პაციენტს თქვა თქვენი რეგიონიდან შეუძლია მომართოს ჩვენს კლინიკას, ისედაც ძალიან ბევრი მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში და ხდება განსაკუთრებით გორონალური სპექტრის და ფარისებრი ჯირკვის ულტრასონოგრაფიული კვლევებისთვის მომართვა და გადამოწმება ხშირად. იმიტომ რომ ჩვენთან არის საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ძალიან მგრძნობიარე მეთოდის გამოყენებით შესაძლებლობას იძლევა ზუსტი დიაგნოზი დაისვას. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და ენდოკრინოლოგიური დაავადებების კუთხით არ დაისვა
არ იქნა გამოყენებული მაღალმგზნობიარე ტექნოლოგიები, ისე ძალიან გაჭირდება თვითონ დიაგნოზის დასმა და თუ დიაგნოზი არ ვიცით, მკურნალობაც საკმაოდ გაგვიძნელდება. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ მაღალტექნოლოგიური საშუალებები ყოველთვის და მიადევნოთ თვალი აი ამ პროცესს, რომელიც განაპირობებს თქვენს დიაგნოზს. დიაგნოზი მკურნალობის ნახევარზე მეტია. და სრულფასოვან გაკურნება შემდგომში უკვე ის. და ბატონო, ჩვენ ყველაფერს შევეხეთ, ვისაუბრეთ და კიდევ თქვენი თვალთახედვით, როგორც პროფესიონალის, რამე ხომ არ გამოგვჭა ისეთი, რომელიც ჩვენი მაყურებლებისათვის აუცილებელია და ინფორმირებული რომ იყოს და რომ გაითვალისწინოს შემდგომში. ჩვენს კლინიკაში, ჩვენი კლინიკა არის თითქმის ყველა სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერი. თუ ადამიანს გააჩნია ნებისმიერი დაზღვევით შეგეძლიათ ისარგებლოთ ჩვენთან და გამოიყენოთ ჩვენი სერვისები. მზად არის ჩვენი კლინიკა დაიხმაროს საქართველოს ნებისმიერ მოსახლეს, თუმცა ჩვენს კლინიკაში ჩამოდიან მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან ბევრი პაციენტი, აზერბაიჯანიდან, ვთქვათ, ბაქოდან, იგივე განჯა არის შექირი, ვთქვათ, აგერ ლაგოდეხის მხარეს ჩამოდიან ჩრდილო ოსეთიდან, მახაჩკალიდან, რუსეთის რეგიონებიდან, სასუნხეთიდან და მომართვიანობა ჩვენთან საკმაოდ გახშირებულია. არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და დაგიდგეთ ყოველთვის გვერდით. დიდი მადლობა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, კლინიკა ენმედიცის გენერალური დირექტორი ბატონი კობა ბურნაძე. ბატონო კობა, დიდი მადლობა აქ მომზადებისათვის. მეტად საინტერესო საუბრისათვის, იმ ინფორმაციისათვის, რომელიც მივაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებელს და თვითეული ალბათ დაფიქრდება იმაზე, რომ ასეთ წარმატებულ კლინიკას მიმართოს სამკურნალოდ კვლევისათვის და ეს ჩვენი მოსახლეობის კიდევ ერთი ჯანმრთელობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაცემა ბევრ ჩვენ ტელემაყურებელს შემოაბრუნებს, რომ მან თავის ჯანმრთელობას მიაქციოს აბსოლუტურად ყურადღება და ჩვენ ქვეყანას დღეს მithumetas როგორც არასდროს სჭირდება ჯანმრთელი და საგანმანათლებლო საზოგადოება. მინდა თქვენთან ერთად დავიმშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.